Maestros ეთერში პროგრამა ინფორმატორის დრო დადგა და ლუკა როგორც ყოველთვის ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესურ სიახლეებს გაგაცნობთ. მუსიკოსი გიგა მიქაბერიძე ახალი ალბომის გამოშვებას აპირებს. წლის ბოლომდე გიგას თაყვანისმცემლები დაპირებულ სოლო კონცერტსაც დაესწრებიან. რაც შეეხება ალბომს, ის გიგასთვის მეოთხე იქნება. თუმცა მათგან საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ერთია: გახმაურებული პირამიდები. იმედია ახალი კომპოზიციებისგან შემდგარი ახალი ალბომი ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც წინა. რიგით მეოთხე ალბომია თუ ჩავთვლით იმ ალბომებს, რაც 99 წელში ბავშვობაში თინეიჯერობის ასაკში მაქვს გამოშვებული. ფართო მასებმა რაც იციან, ეს არის პირამიდები და ეს მეორე ალბომი, ესეთი გახმაურებული იქნება. მორჩება დაახლოებით ალბათ ერთ თვეზე ნაკლები დრო ჭირდება, რომ დავამთავრო ყველაფერი. და მინდა დავამთხრო სოლო კონცერტი და ალბომი ერთად. დუეტების ამბავი სიურპრიზად რჩება, ხო ჯერჯერობით არავინ არ იცის. არც მე არ ვიცი რას ვიზავ. შევხედავ მთლიან მონახას ალბომისას ხასიათს ბოლოს და იმის მიხედვით შეიძლება დუეტი გაკეთდეთ. ვცდილობ ყოველი ჩემი შემდგომი ალბომი იყოს დახვეწილი. უფრო პროფესიონალ დონეზეა შესრულებული, არცად არ მეჩქარებოდა, არ გაურბოდი და ვაკეთებ შვიდად წყნარად. მირჩევნია კარგი პროდუქცია გამოვიდეს. არის ჯაზის ელემენტები, არის როკის ელემენტები, ჯაზ, როკი, ჰაუს მუსიკა. ტექსტებს რაც შეეხება იმ სამი სიმღერის გამოკლებით, რაც ჯერ დაუმთავრებელია და არის მონახაზი. ყველაფერი ჩემს მიერ არის დაწერილი, არანჟირება, სიმღერებიც და ტექსტებიც. ცოტას ნერვიულობ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება კონცერტი, მინდა რომ ძალიან კარგი იყოს. საზოგადოება მოხიბლული გაუიშვა და კმაყოფილი. ჩემი უტკბესი სმენელი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაკის თეატრალურ სარდაფში, სადაც პრესკონფერენცია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საღამოს 8 საათზე აქ შედგება პრემიერა სპექტაკლისა პატრისონ ტატიანა, ანუ აღშფოთებული ტატიანა. სპექტაკლი დადგმულია ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, მისი დამდგმელი რეჟისორია მიხეილ უგაროვი და მასში მონაწილეობას იღებენ მოსკოვის რამდენიმე თეატრის ახალგაზრდა მსახიობები. ყველაფერი კი დაიწყო ფესტივალიდან ნოვაია დრამა, რომელიც 2002 წელს მოსკოვის სამხატვრო თეატრში ჩატარდა. როგორც ჩანს, რუსეთს ისევე როგორც საქართველოს მწვავედ აწუხებს თანამედროვე დრამატურგიაში არსებული პრობლემები. რის ფონზეც ლაშა ბუღაძის პიესამ როგორც ახალმა ситყვამ ისე გაიჟღერა. Майя предложила нам целую программу грузинских молодых авторов. Это произвело, в общем-то, большое впечатление, потому что в России, когда вот мы репетировали пьесу Лаши Бугадзе, и я спрашивал своих коллег театральных, коллег-режиссеров, актеров, каких грузинских авторов современных вы знаете, фамилию мне называли такую: Надар Думбадзе. Но вы понимаете, что это десятилетия и десятилетия назад. И мы очень рады, что благодаря этому фестивалю, во всяком случае, вот 3 автора известны уже нам. Это Баса Джаникашвили, Манана Дояшвили и Лаша Бугадзе. ეს პიესები თავის დროზე დავწერენ რობერტ სტურუას თხოვნით, ეს უნდა სადღაც 5-6 წლის წინ იყო ეს შემოთავაზებდა, რომ მას უნდა დაედგა კაბარეს ტიპის ასეთი სპექტაკლი, სადაც იქნებოდა ბევრი სხვადასხვა ამბავი გაერთიანებული, მაგრამ მიზესთა გამო ეს პიესა არ დაიდგა. შემდეგ ფრაგმენტები ამ პიესიდან დადგა ასევე ლევან წულაძემაც პატარა თეატრში, ასეთი თეატრი გაიხსნა და გახსნისთანავე დაიხურა. ასევე ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქაც დაიდგა, შემდეგ უკვე შედგა ამ პიესების პრემიერა მოსკოვის ხატში. Процесс очень интересно начался, потому что когда мне эта пьеса сразу понравилась, я сразу понял, про что она. А когда актеры ее прочитали, они были смущены, они сказали, что это анекдоты, это должен быть смешной спектакль, а чтобы было смешно, нужно говорить с грузинским акцентом. Я им сказал: вы дураки все.
Что причем здесь пьеса вообще не про это, пьеса про войну. И пьеса вообще, в России же тоже идет война. И психология человека военного времени, она очень отражена в этой пьесе. Давайте ставить про то, что нам близко. გარკვეულწილად მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სხვა კონტექსტი შეძინა სპექტაკლის ავტორმა ამ პიესებს, მე მაინც ვფიქრობდი, რომ ეს უფრო ზედაპირულია, ეს უფრო ასე ვთქვათ, მკვეთრად კომედიურია. მან დაამძიმა ამ ხრივ რაღაცა თითქოს რაღაცა ომის კონტექსტი. ყველაფერი ამ ფონად მიყვება რაღაცა საშინლად ნეგატიური ატმოსფერო არის, მძიმე და რის ფონზეც თამაშდება ეს სასაცილო ამბები და რაღაც უცნაურ კონტრასტს ქმნის. ამაზე გულწრფელად არ მიფიქრია და ეს რაღაც ხრივ საინტერესო იყო. თუმცა ნამდვილად არ მოველოდი ამას. და საინტერესოა ცხადია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ინტეგრირება რაღაც თვალსაზრისით მაინც მოხდეს და იქ როგორც მთელ მსოფლიოში ამ თვითონ სოციალურ დრამაზე და ადეკვატურ ამბებზე, იმ ამბებზე, რომელსაც ჩვენ დავიჯერებთ ყოველგვარი მეტაფორებისა და ქვეტექსტების გარეშე და ილუსტრაციულობის გარეშე, ამაზე არის მოთხოვნილება. ალბათ დადგა დრო დაინგრეს სტერეოტიპი, რომ თითქოს დრამატურგები აღარ იბადებიან. იქნებ მხოლოდ უნდა მოვიძიოთ ისინი. 19 ნოემბერს სპორტის სასახლეში გიგა კვანეტაძის სოლო კონცერტი გაიმართება, სადაც შესრულებული იქნება მომღერლის 10 საუკეთესო სიმღერა. კონცერტში სულ ახლახან სტუდია ორფეის ბაზაზე შექმნილი ბენდი ორფეი ბენდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თითოეულ კომპოზიციას ცოცხლად გაუწევს აკომპანირებას. ასე რომ გიგას თაყვანისმცემლებს ალბათ სასიამოვნო საღამოები. კონცერტი იქნება ორგანყოფილებიანი, როგორც განიცით მე ასე ვარ ავტორ-შემსრულებელიც და ჩემს კონცერტზე პირველ განყოფილებაში იმღერებს ყველა ის მომღერალი, ყველა ის ნობილი სახე პოპულარული მომღერალი, რომელიც ასრულებს ჩემს სიმღერებს. და მეორე ნაწილში ჩვენ გავაკეთებთ, ასე რომ ვთქვათ, ცოცხალი დემონსტრირებას იმისათვის, რომ უფრო ემოცია ქონდეს კონცერტს და უფრო საინტერესო იყოს ეს მაყურებისთვის. ანუ ჩვენ შევთავაზებთ მათ ჩემი 10 სიმღერის ახლებურ ვარიანტს, ანუ რა თქმა უნდა ეს იქნება იგივე სიმღერა, მაგრამ ინტერპრეტირებული მელოდიებით, სადაც უფრო მეტი შეიძლება დაიხარჯოს ყველა ადამიანი, მათ შორის შემითაყვანისას. ქეთი ფარასაშვილი მსმენელს სიურპრიზს უმზადებს. მომღერალი სულ მალე სხვა ამპლუაში მოგვევლინება. როგორც ირკვევა, ქეთი ბრაზილიური რიტმების ქალაქური სიმღერით ჩანაცვლებას აპირებს და მისთვის ჩვეულის ამბის ნაცვლად ბაიათებზე ამღერდება. სამბების სიმღერა ძალიან მაგრად მიყვარს და კიდევაც ვიმღერი და კიდევაც ვიმღერებ, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ქართული სიმღერების შესრულება, ოღონდაც არ ვიცოდი რა შემესრულებინა ზუსტად. და ეხა უფრო სტილს მივაგენი თქო, ეხა მაგასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო რაღაცა თქოს მივხვდი რომ მინდა რა ძალიან რომ ქალაქური სიმღერები შევასრულო და რაღაცა შეიძლება ითქვას ფათღა ბაიათები მეთქი არა ანუ მობაიათო რაღაც ესეთი სტილი და ისედაც ახლა მე ყოველთვის ვღეროდი ხოლმე მეგობრების წრეში და ესე და როგორ ვინც ძალიან ახლოს მისდევს იციან რომ ამას ყოველთვის ვასრულებდი და სამბებით მინდოდა რომ ყოფილიყავი დამახსოვრებული პირველად და ყოველთვის აი სამბით რომ ყოფილიყავი მოხსენიებული და აი ახლა ესე მინდოდა რომ შემეპარებინა ის კვატროდა ჩვენს დასანგებით დაუდა მარტო ჩემთვის დაწერილი კი არ იქნება, არამედ იქნება აი ის სიმღერები, რაც უკვე სრულდება და იქნება ჩემი ინტერპრეტაციით გაკეთებული, ჩემ ხასიათში. ჩვენ გვაცოცხლებდა, ჩვენ სამბას ბოლო არ უჩანდა, ცეკვავდა ჭრელი გაბა. მინიმუმ ალბათ 2 თვე მჭირდება, რომ ეს მოვისმინოთ და მე თვითონაც მაინტერესებს ჯერ ერთი როგორ იჟღერებს ეს სცენაზე და აი ესე ფართო მაყურებელს რო შევთავაზო ეს ყოველივე. სამბაზე გელდება, მაცე
dilande samba, samba dilande samba.